ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2021 წლის მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 3. ჰორიზონტალურ ზედაპირსა და მასზე მოთავსებული ემასის ძელაკის ზედაპირ შორის ხახუნის კოეფიციენტი არის μ. ჩავწეროთ მოცემულობა, რა გვაქვს მოცემული. სხეულის მასა არის m-ო. აგრეთვე ვიტყვით, რომ ზედაპირის შორის ხახუნის კოეფიციენტი არის μ-ო, ხო? ძელაკს ბიძგით მიანიჭეს ვენურ სიჩქარე, გარკვეული ვენურ სიჩქარე მიუნიჭებიათ და არის შემდეგაც მან გაიარა გარკვეული მანძილი და გაჩერდაო. ესე იგი, საბოლოო სიჩქარე ვენული გახდომია ნულის ტოლი, v უფრო სწორად, v ხო? საბოლოო სიჩქარე v გახდომია ნულის ტოლი. და შემდეგ რა უნდათ ახლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რას გთხოვენ, m, μ და ვენურ სიდიდეები და რომლებზეა დამოკიდებული აჩქარების მოდული მოძრაობის პროცესშიო. კარგით ბატონო, ესე იგი აჩქარების მოდული გვაინტერესებს რისი ტოლია. გავიგოთ, მე მივხვდებით რაზეც იქნება დამოკიდებული, ხო? კარგით, გავადიდოთ, მოდით ახლა ეს სურათი და ჩავწეროთ ახლა ამ სხეულზე რა ძალები მოქმედებს. ამ სხეულზე მოქმედებს ქვემოთ მიმართული mg სიმძიმის ძალა, საყრდენის რეაქციის ძალა n, აგრეთვე f ხახუნის ძალა, f ხახუნი და გამომდინარე იქიდან რომ სხეული ნელდება, ხო, და მე ჩერდება, შესაბამისად ძალა მოდებული არის, აი თუ ავიღებთ აი ამას x ღერძი იყოს ეს, x ღერძის გასწვრივ მოძრაობდეს, ძალა მიმართული არის მოძრაობის საწინააღმდეგო, შესაბამისად აჩქარებაც იქნება მიმართული x ღერძის საწინააღმდეგოდ, ხო? აჩქარება. და ახლა გამომდინარე იქიდან რომ მოძრაობა გვაქვს მხოლოდ x ღერძის გასწვრივ, მოდით ჩავწეროთ რა ძალები მოქმედებს ამ სხეულზე. ამ ძალების ტოლქმედი ნიუტონის მეორე კანონის თანახმად უნდა ამ სხეულს ანიჭებდეს აჩქარებას და ტოლი უნდა იყოს მასისა და აჩქარების ნამრავლის, ხო? ესე იგი ამ ძალებზე მოქმედებს ახლა ხახუნის ძალა, f ხახუნი, კიდე მოქმედებს mg სიმძიმის ძალა, აგრეთვე მოქმედებს n რეაქციის ძალა და ეს ძალთა ტოლქმედი ტოლი უნდა იყოს ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე მასისა და აჩქარების ნამრავლის, ხო? ახლა მოდით x ღერძზე რო დავაგეგმინოთ. x ღერძზე თუ გავაგეგმინოთ, იქნება f ხახუნი x დამატებული mg x დამატებული nx, ტოლი იქნება max-ის, ხო? მეორე მხრივ f ხახუნი x არის გამომდინარე იქიდან რომ ხახუნის ძალა მიმართული x ღერძის საწინააღმდეგოდ მინუს f ხახუნის ტოლი იქნება, ხო? ამას დამატებული mgx gx-ის გეგმილი არა გვაქვს x ღერძზე, რადგანაც y ღერძის საწინააღმდეგო მიმართულებით არის მიმართული, ხო? აი y ღერძს თუ ასე შემოვიტანთ. აი ამის გასწვრივ თუ შემოვიტანთ. y ღერძს, ხო? შესაბამისად y ღერძის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, ამიტომ ნულის ტოლი არის gx-ი, ანალოგიური შეგვიძლია თქვას n-ზეც, ანუ ეს ორი წევრი ნულის ტოლი არის, ხო? რადგანაც სხეული მოძრაობს x ღერძის გასწვრივ და y ღერძის გასწვრივ მოძრაობა არ გვაქვს, ხო? ანუ ეს ტოლი იქნება max-ის. ხო? ეგეთი რაღაც გამოგვივიდა. ეხლა საიდანაც x-ი ტოლი იქნება მინუს f ხახუნი. f ხახუნი იქნება ხახუნი შეფარდებული m-თან. გამომდინარე ახლა იქიდან რომ სხეული მოძრაობს, შესაბამისად ხახუნის ძალა მაქსიმალური უძრაობის ხახუნის ტოლი იქნება, შესაბამისად ტოლი იქნება მინუს μn შეფარდებული m-თან, მაგრამ მეორე მხრივ n ღერძს თუ დავაკვირდებით, n და mg ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, ამათი ძალთა ტოლქმედი y ღერძის მიმართულებით ამ ჩვენს სხეულს აჩქარებას არ არიჭებს, შესაბამისად აჩქარება ნულის ტოლი არის და აქედან გამომდინარე რეაქციის ძალა და mg ცით ერთმანეთის ტოლი არის. ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს ტოლი არის მინუს μ mg, n-mg არის ამ შემთხვევაში, გაყოფილი m-ზე. ესენი შეგვეცება და ტოლი გამოგვივა ეს μg-ი, მინუს μg-ი. ანუ ax-ი თუ ტოლი გამოგვივიდა მინუს μg-ი, მაშინ მოდული მოდული ტოლი იქნება μg-ი. შესაბამისად რა გამოგვდის ახლა ჩვენ, რომ ჩვენი აჩქარების მოდული დამოკიდებული ყოფილა მხოლოდ ხახუნის კოეფიციენტ μ-ზე. შესაბამისად პასუხი იქნება a.